ფოთში კუნძულის უბანში მდებარე სანაპირო ზოლზე განხორციელებული სამუშაოები ადგილობრივთა არაერთგვაროვანი რეაქციის მიზეზი გახდა. საუბარია ნაპირდამცავ ნაგებობაზე, რომელმაც ზღვის ტალღური ზემოქმედებისგან და ნაპირის მიტაცებისგან სანაპირო ზოლი უნდა დაიცვას. ეგრეთ წოდებული ქვის კედლის აღმართვას ფოთოლთა ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი წუხს, რომ ნაპირიდან ზღვა აღარ ჩანს და მასთან ქვის კედელი აშორებთ. უფრო ვრცლად თე აფსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟში მოისმენთ. ეს ფოთი კუნძულის უბნის სანაპირო ზოლია. ამ ქვების იქით ზღვა, ჰორიზონტი, რომელიც სანაპიროდან არ ჩანს. ასე გამოიყურება დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი. მის გაგრძელებაზე კი ეგრეთ წოდებული ქვის კედლის სიმაღლე იკლებს და ზღვის ნახვა ნაპირიდან შესაძლებელი ხდება. აქ ქვები სანაპირო ზოლის გამაგრებისა და მის წარეცხვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით ჩაიყარა. კუნძულის უბანში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობის ნაწილმა სანაპიროს ხედის დაკარგვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მათი განცხადებით სამუშაოების შედეგად სანაპიროს ნაწილი დაიხურა და ზღვის ხედი დაიკარგა, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ვიზუალური, ისე ემოციური თვალსაზრისით. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა მოძიებულიყო ალტერნატიული გზა და არ აღმართულიყო ეგრეთ წოდებული ქვის კედელი. ვერც გადახვალ, ვერც რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ, ვერც არ მოწონს. სოგი ამბობს, თუმცა გამაგრებას აკეთებენ და რაღაცას, მაგრამ არაფერი არა ეს. ვის მოწონს, რომელს მითხარი ერთ რომელს მოწონს. ამ ქვებს ვითომ გავაკეთებთო, მაგრამ ამას რას გააკეთებენ მე არ ვიცი. საბანაო დაიგარგე, კი ბატონო. არა, ხედი არა. ხალხი არ მოვა, არც ერთი არ მოვა. კაცი რომ მოვიდეს, უნდა წამოწმეს ან დაждდეს ან რაღაც ხომ უნდა გააკეთოს. ერთი პატარა ნაწილი რაღაც მაინც დიეტიებიათ არ იქნებოდა პრობლემა. ეს რაც ცილა იყო ასე. და იყო პატარა სათამაშოები, ბაშვები თამაშობდნენ რაღაცა, ეს დაიკარგა ყველაფერი, არაფერი არა. და გული ხდება. ხო, ჯერ ერთი შტორმისთვის კარგია. დაზიანება არ იქნება. მაგრამ როგორც ასე ბათუმში რომა, ქობულეთში რომა, ისეთი არა. მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რადგანაც ძლიერი შტორმის შედეგად არაერთხელ დაზიანდა კუნძულის უბნის სანაპიროს ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ადგილას დაინგრა ჯებირები. სხვა მკერდო სახლებამდეც მიაღწია და არსებობდა სანაპიროს მიმდებარედ არსებული სასაფლაოს მიტაცების საშიშროებაც. იქეთ იყო საჭირო იქეთ. გადმოდიოდა წყალი. ეზოში შემომივიდა მე შარშან. ის წყალი რაც გადმოვიდა, ჩემს სახში იყო პადვალში. ასეთ დაზარავდა ყველა და რა ვიცი ახლა. ჩემთვის მაგალითად მისაღებია და აქეთ კი აღია, კაია. ამაზი. ეს ბარიერი გაკეთდა ძალიან კაია. მაგრამ იქეთ საშია საქმეში, იქეთ ზღვა არ ჩანა, ზღვა უნდა ჩანდეს. მაგრამ ეს მხარე უკეთესია, თუ დაბალია და ზღვა მოჭას. რას ვისრულები იცით უცხეში მე ძველი მეზღვაური ვარ და მენახია სანაპიროები კარგად გაკეთებული ყველაფერი და იმას თუ დაემსგავსება ეს სანაპირო უფრო უკეთესი იქნება. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა. გამაგრდა კილომეტრი და 900 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი. განხორციელდა ნაპირგამაგრებისა და ნაპირაღდგენითი ღონისძიებები. იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 8.900.000 ლარია. ხელისუფლების ინფორმაციით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ფოთში ნაპირის წარეცხვისა და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცების პრობლემა მოგვარებულია. ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში კუნძულის სანაპიროზე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ზღვის ტალღების შედეგად სტორმების დროს ზიანის მიყენების საფრთხე და შესაბამისად სანაპიროს ტერიტორიის ზღვის მიერ მიტაცების ესე ვთქვათ მზარდი ტემპები აღინიშნებოდა. ბოლო შტორმების დროს უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ეს საფრთხე, უკვე წყალი მოსახლეობამდე აქ სახლებამდე იყო მისული ამ სანაპიროსთან და ასევე დააზიანა სასაფლაოს ღობე და შესაბამისად იყო საფრთხე, რომ სასაფლაოს ტერიტორიაც დაეზიანებია და ამიტომ აუცილებელი იყო რაღაც მყისიერი გადაწყვეტილება მიგვეღო პირველ რიგში ნაპირის გამაგრების ინტერესიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოება უზრუნველყო როგორც სასაფლაოსი, რა თქმა უნდა, ასევე მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც
ტალღების მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მნიშვნელოვანი და მაღალი საფრთხის შემცვლელი იყო. შესაბამისად სამუშაოები უფრო მაღალი ინტენსივობით განხორციელდა და ამან გამოიწვია რომ გარკვეულწილად ამ მომენტისთვის დაიფარა ესე ვთქვათ საფეხმავლო ბილიკიდან ზღვის ხედი მოსახლეობისთვის რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაპირებთ რომ შემდეგ ეტაპზე უკვე როდესაც განვახორციელებთ სანაპიროს კეთილმოწყობას მთელ პერიმეტრზე გავითვალისწინოთ ზღვის ხედის შენარჩუნება. სანაპირო ზოლზე ამჟამად მოუწყობელია ინფრასტრუქტურა, ადგილობრივების შიდა კომუნიკაციების განვითარებას, დასასვენებელი, ასევე გასართობის სივრცეების მოწყობას, განათების სისტემის მონტაჟს, გამწვანებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოითხოვენ. სხვა უკვე ძალიან შემოსული იყო ქალაქში ტერიტორია წაღებული ქონდა და ესე დროულადაა გაკეთებული, კი. Ну, რაც შეიძლებოდა ამ ეტაპისთვის ალბათ ის გააკეთეს. გამწვანება რო გასუფთავდეს, რაც ხარ, რო აი ადამიანი რო მოვიდეს რო დაისვენოს. საბანაოდ ჩვენც ჩავდიოდით, მაგრამ აი ახლა ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, კი. აი ეს მე ქვების გამო რო ჩადეს ადამიანები და ეს რო გაითვალისწინონ, აი რო ჩავიდეს ადამიანი და საბანაოდ რო მისასვლელი ადგილი რო იყოს. ბავშვებისთვის აი ახლა დიდი კი ჩავა, მაგრამ ბავშვი ვერ ჩავა. ფაქტიურად ვერ შეძლებს. რო ეს გაის რომ მოაწყოდან. ჩვენც არ მოგწონდა ეს რომ აქაც ისე აპირებდნენ და მეზობლებმა შევიტანეთ განცხადება მერიაში და მოხდა მაგიტომ ამის კორექტირება და მე როგორც ვიცი თვითონ მერიამაც იაქტიურა რომ ესე გაკეთებული იყო და იქა ეხლა ხო იქ რომ შეეძლო სხვანაირად გაკეთება ალბათ იქაც ესე გაუშვებდნენ. სანაპირო რო არ დაიკარგოს პირველ რიგში ნაპირი უნდა იყოს გამაგრებული. აუცილებლად და ეხლა გამაგრების ფორმა როგორ მოხდება ახლა მე მაგას სამწუხაროდ კომპეტენტური არ ვარ. როგორც ბათუმში არის და ქობულეთში არის გაკეთებული, იგივე ბულვარი, იგივე საცურაო ადგილი და ასე შემდეგ რა. თუ იქ შეიძლება ამის გაკეთება, ჩემი აზრით აქაც უნდა იყოს შესაძლებელი და ამას უბრალოდ დრო და თანხები ჭირდება. ხელისუფლების ინფორმაციით მანამ სანამ კუნძულის სანაპირო ზოლის გამაგრება, ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენითი სამუშაოები არ ჩატარდებოდა, აზრი არ ჰქონდა მის კეთილმოწყობას. ფოთის მერის განცხადებით შემდეგ ეტაპზე სანაპირო ზოლზე დაიწყება სხვადასხვა სახის სამუშაოები, რის შედეგადაც განახლდება და მოწესრიგდება. ეს კი ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო ჩამოსული ჩვენ ქალაქში, განვიხილეთ ამ პროექტის მიმდინარეობაც დასრულების ეტაპზე და შესაბამისად ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტმა მოგცა შემდგომი განვითარებისთვის კუნძულის სანაპირო ზოლის და რა თქმა უნდა, როგორც ამ პროექტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ასევე შემდგომ განვითარებაზე და რეაბილიტაციაზე, აქ ესე ვთქვათ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც გვაქვს უკვე მათთან მოლაპარაკებები, ერთობლივი მსჯელობა და როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე დარწმუნებული ვარ მთავრობის მხარდაჭერით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანადგომით ჩვენ სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას განვახორციელებთ უახლოეს პერიოდში. ხელისუფლების ინფორმაციით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლს კვლავ დატბორვა არ ემუქრება, მაგრამ ის თუ როდის მოხდება მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განვითარება ჯერჯერობით უცნობია.